პრეზიდენტი კახეთში ყვარელში მსხვერპლით დასრულდა ავტოსარგზაო შემთხვევა. ერთმანეთს ფორდის მარკისა და გოლფის ტიპის ავტომობილები შეეჯახა. ავარიის შედეგად 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მსუბუქადაა დაშავებული ფორდის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით ყვარლის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით მისი ცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. წინასწარი ინფორმაციით ავტოსარგზაო შემთხვევის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. გამოძიებას ყვარლის რაიონული პოლიცია აწარმოებს. შემთხვევის ადგილას ვნახე ჩემი ძმის მანქანა დამტრეული და მეორე მანქანა რომელთაც მოხდა შეჯახება ვნახე ასევე დამტრეულ მდგომარეობაში. ჩემი ძმა შემთხვევის ადგილზე არ იყო უკვე გადაყვანილი იყო ყვარლის საავადმყოფოში, ასევე მეორე დაზარალებულიც გადაყვანილი იყო ყვარლის საავადმყოფოში. დაახლოებით 1 საათის შემდეგ შევიტყვე რომ მეორე დაზარალებული გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების მიერ ავტოავარიის შედეგად შემოყვანილი იქნა ახალგაზრდა მამაკაცის გვამი. მეორე დაზარალებულიც იმყოფებოდა, მეორე დაზარალებულს აღენიშნებოდა სახის მიდამოწმ ბილიქსოვილების დაზიანება, ცხვირისწულების მოტეხილობა, ქალატვინის დახურული ტრავმა. პაციენტი კონსულტირებული იქნა ქირურგის, ყელყურთხევის ექიმის, ასევე ნევროპათოლოგის მიერ. მისი ცოცხლეს სასაფრთხე არ ემუქრება.